ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეყოდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანე კაპიჭიძე. მოგესალმებით ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ჟურნალისტი ეკატერინე გოჩიაშვილი. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ წარმატებული ქალბატონი ეკა მასწავლებელი. გამარჯობა ქალბატონო ეკა. მოგესალმები კატო. ჩემმა პირველ მუსიკამ მოწმობ საკმაოდ კარგად ჩაიარა. თქვენი მოწვევა სწორედ ამ დროს იყო დაგაქმნილი. მაგრამ რესპონდენტების სიმრავლემ დრო არ დაგვიტოვა. რადგან თქვენ ახლა აქ ხართ, შეგვიძლია მშვიდად ჩავწეროთ გადაცემა. მე თქვენთვის მომზადებული მაქვს კითხვა და მოდით დავიწყოთ ინტერვიუ. რას გვეტყვით თქვენზე? ჩემს შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ რადგან მომმართა ეკა მასწავლებლით, მე ვარ მასწავლებელი, ინგლისურის პედაგოგი და ამ საქმეს ვემსახურები 31 წელი. მიყვარს ძალიან ჩემი პროფესია და ძალიან ხალისით და მონდომებით ვაგრძელებ საქმიანობას ამჟამადაც. რა არის თქვენი მიზანი? კატო, ჩემი მიზანი არის, რადგანაც ვემსახურები საგანმანათლებლო სფეროს, ჩემი მიზანი არის აღზარდო კიდევ უფრო მეტი თაობა და ჩემი წვლილი შევიტანო თუნდაც მცირედი მათ განვითარებაში, აღზრდაში და შემდეგ თავისი ცოდნა მოახმარონ თავიანთ ქვეყანას და თავიანთ სამშობლოს. რას გვეტყვით თქვენს ოჯახზე? ჩემს ოჯახზე შემიძლია გითხრათ, რომ ყავს მეუღლე, 2 შვილი, საკმაოდ წარმატებული შვილები და ასევე 4 შვილიშვილი. ისინიც ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული ბავშვები არიან, სკოლის მოსწავლეები არიან, 2 ბიჭი და 2 გოგონა. დაკავებული არიან სპორტით, გოგონებიც და ბიჭებიც. გოგონები ტანვარჯიშით, ასევე წარმატებულად ვარჯიშობენ ჩოგბურთში და ბიჭები ჭიდაობით და ცურვით. გოგონები ასევე ხატვითაც არიან დაკავებული და ასევე სკოლაშიც წარმატებით საქმიანობენ. მოდით მაყურებელს თქვენი სამომავლო გეგმები გავარდოთ. სამომავლო გეგმები ალბათ ისევ ჩემს მოსწავლეებთან არის დაკავშირებული. მათთან ერთად კიდევ მინდა გავაუმჯობესო მათთან ურთიერთობაც, საგნობრივად დამოკიდებულებაც, უფრო მეტი ვასწავლო, რადგანაც ენასთან გვაქვს საქმე, სალაპარაკო ენასთან, მინდა რომ უფრო მეტად იყვნენ ინფორმირებული და ადაპტირებულები გლობალურ სისტემასთან. ასევე ჩემი სამომავლო გეგმები არის ის რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და დაგეგმილი მაქვს მოგზაურობა რამდენიმე ქვეყანაში. სამომავლო გეგმაში შედის ასევე გავაკეთო ჩემი მოსწავლეებისათვის ცენტრი, სადაც მათ შეეძლებათ მოსვლა, გაცნობა ნებისმიერი ინფორმაციის უცხო ენაზე, ერთმანეთთან საუბარი და ასევე წიგნების კითხვა და ერთმანეთთან გაზიარება იმ ინფორმაციის, რასაც თვითონ გაეცნობიან. რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში? ჩემს ცხოვრებაში კატო, იცი რა არის? ჩემს ცხოვრებაში არაფერს არ შევცვლიდი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, ჩემი პროფესიით, რაც მთავარია და ალბათ გავაგრძელებდი ისევ იმ საქმიანობას.
ამ ეტაპზე არაფერს არ შევცვლიდი. თუმცა ალბათ მენდომებოდა, რომ ადამიანები, ჩემი მოსწავლეები, ის ადამიანები, რომლებიც მე მიყვარს, მიცნობენ და ვიცნობ, უფრო მეტად ბედნიერები მენახა. პროფესიას ისევ იმას ავირჩევდი, კატო, თუმცა ბავშვობაში ექიმობა მინდოდა და ჩემი ფიქრები მიმართული იყო ამისკენ, მაგრამ უკვე როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი საქმიანობა და ამიტომ მასწავლებლობა ავირჩიე ისიც ჩემი ინგლისურის მასწავლებლის გავლენით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სწორი არჩევანი გავაკეთე. ამიტომ ამ ეტაპზე არაფერ შევცვლიდი. შეცვლა უკვე გავაკეთე ადრეულ ასაკში. შევცვლიდი ალბათ მენდომებოდა, რომ ადამიანები უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ. ამ იმას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. რას ვისურვებთ ინკოგნიტოს გადამღებ ჯგუფს? ინკოგნიტოელებს გისურვებთ პირველ რიგში წარმატებას, თქვენი ბიზნისკენ სვლას, მეტ განვითარებას, რა თქმა უნდა, და თქვენ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რადგანაც პროფესიონალები ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ გისურვებთ მეტად განვითარებას, მეტ პროფესიონალის და რა თქმა უნდა წარმატებას და ეს ყველაფერი ალბათ არის მონდომება. და გისურვებთ მეტად მოგენდომებინოთ და ყველაფერი ისე აგეთვისებინოთ, რომ გამოადგეთ მერე თქვენს ქვეყანას. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მადლობა ქალბატონო ეკა. მეც მადლობა კატო. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ეს შემთთვის ძალიან დიდი პატივია. მადლობა. და თუ შენ წინა გამოგვიდა ინკოგნიტოელი, გვეწვიე კოსტოვას 68 ნომერში, ან დაგვირეკე ნომერზე 599146525. აღვაგი შემოგარგებო, სულ რამოდენიმე წუთით გადავფრინდეთ ჩვენი ბედნიერი ბავშვობის იმ მშვენიერ წლებში. და რა იყო რა? ეს უკეთესი რა იქნებოდა? კონკია, ფიფკია, ფერია, ჯუჯები, არა, მხიარული გადაცემები. მოვემზადოთ, პირდაპირ ეთერში შევდივართ. მასწავლებით. კლიპის გადაღება იწყება. ინკოგნიტოს ცხოვრება დიდი კადრე იწყება. მხიარული წუთები, წამსოს ემოჩილება. საოცრებო ფერია, ჩვენ გზნობას მიყვება. მხიარული ფერები, თვალწინ გადაბაშლება. მარიხი ელენე ნანა სალომე გიო პატარა ლაშა ნატია ლანა მაიკო მაკა მირანდა ნინიკო რაშურებით ნელა კამერას ხედავთ ადექით ყველა რიტმში ჩავჯდეთ და დავიწყოთ ცეკვა ჩვენი სიმღერა სასმისება ოცნებებისკენ სასწავლი ჩვენ ვარსკვლავებიცას მოსწრება დაიგანებზე გაშლება ინკოგნიტოს ცხოვრება გამარჯობათ, მე ელენე ვარ. ეს გადაცემა ცნობილი ადამიანების უცნობი წლებია. ბაკურიანის კადრების შემდეგ შედის, ხო? მანჩო მოდი თუ რამოდენიმე წუთი ბავშვობის წლებისკენ გადავფრინდეთ. ახლა რეჟისორს ხოთ, რომ ინკოგნიტოს ცხოვრების კადრები გაუშვას. გადაცემები იწყება ჩვენი რიმილი ეკრანს უხდება ჩვენი თვალები ხრწინდება გამუდამ ჩვენით ივსება ინკოგნიტოს ცხოვრება დიდი კადრე იწყება ღიარული წუთები წამსოს ემოჩილება საოცრებო ფერია ჩვენ გზნობას მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაბაშლება რუხაძე მაზარუზარ კალუსოზე ბერიკაშვილი გივი ახიანი იმედარ ცელაძე რომა ხუჭაზე დათო ონიანი ნატო გიორგი ახვლედიანი დოკა ყანდიაშვილი რა ხდება მუჟანასნობი სტუმრებით სიმღერებით სიუჟეტებით სიუჟეტებით ამბებით ამ ყველა ერთად მერიმათ
სალვა, ნინიკო, მარეთი, ყველანი მოდი, სწრაფად. ჯუჯებო, თქვენც ახართ, მოდით ერთად დავემშვიდობოთ. ბავშვებო, კლიპის გადაღება დასრულდა.